ვერ ვძღები პიონების ყურებით. მოვდივარ და უტრიალებ. ისეთი სანახავია, რომ აი თვალს და გულს ახარებს. ვერ ვწყდები. საქმე რომ არ მაქვს, მაინც ამ გზაზე გამოვივლი, რომ კიდევ ერთხელ შევხედო. შეხედე როგორებია, როგორი ბუმბულებია შეხედე. წუხელის იწვიმა და დაამძიმა თავები, ნახე? და ჩაწეულია ქვევით, ფოთლებშია ჩამალული, შეხედე რა სილამაზეა. გიჟდები. თვალს რო ვერ დაუჯერებ ისეთებია, შეხედე. თეთრებიცაა იქეთ. ამასობაში ბევრი შეგვიგროვდა, მაგრამ ეს ეთყობა ადრეული ჯიშია და ადრე აყვავდა და ესენი ნახე, ესენი აწი. არანაკლები ესენი ყველა. მოკლედ, მოდის სეზონი პიონების, იორდა სალამების, რა კაი სახელია ქართულად. ახლა ტიტები მორჩება, ტიტის ბოლქვებს ამოვიღებთ, დავაბინავებთ და დაიწყება იორდა სალამები. აი ნახე კოკრები. და იორდა სალამები რომ მორჩება, მერე დაიწყება ზამბახები. სწორად აწყობილი ბაღი ეს არის. სულ რაღაცა უნდა ყვაოდეს ერთმანეთის მონაცვლებით. ერთი ჩაქრება, მეორე აინთება, ერთი ჩაქრება, მეორე აინთება. ამით აიხსნება, რომ ამდენი სტუმარი გვყავს. ყველას უნდა აქვს სურათის გადაღება. მთელი დღე რიგი არ წყდება აქ. ჩვენი კაფის ფანჯრიდან ჩანს ეს პიონები და სტუმრებს ძალიან მოწონთ აქ ჯდომა. რომ უყურებ ვერ იჯერებ, რომ ნამდვილია. რამდენი ხალხია ნახე, რიგი დგას სურათების გადასაღებად. აი აქ ამ სათბურებს შორის მაქვს გადარგული პიონები ქოთნებში. ნახე? აი ასე ქოთნებში უკვე კოკორია ყველას. პიონი არც ისე იოლი საშოვნელია, არც ისე იოლად ყვავის, აი ნახე სულ ყველას კოკორი აქვს. რომ გაიშლება და ფერს გავიგებთ, ადამიანებს შეეძლებათ აქიდან აარჩიონ. აი ჯიშები მაქვს სულ ყველა საუკეთესო, აი ნახე, აი აქაც ეტყობა, ეს ბორდოსფერი რომა ეტყობა. ეს ჯიშები რომ ცოტა ფორმაში მოვა და ყვავილის ფერი გამოჩნდება, შემიძლია უკვე შემოგთავაზოთ. ბევრი ეძებს და ძნელია ძალიან პიონი გაატანო ადამიანს და ურჩიო, იმიტომ რომ შეიძლება 3-4 წელი გაჩიჩინდეს, გაგებუტოს, გაგიბრაზდეს და არ იყვავილოს. ამიტომ თუ არ ყვავის, ისე ადამიანს ვერ გავატან. ვერ ვაწყენინებ. მირჩევნია რომ ნახოს თავისი თვალით, რომ აყვავებული მიაქვს, ძლიერი ძირი მიაქვს, კარგებია, შეხედე ახლა ესენი უკვე ამას ეტყობა, რომ ძლიერია. 3 წელია კი აგაყოფილი უკვე, აი, კოკრები აქვს ყველას და როგორც კი გამოჩნდება ფერები, უკვე გამოვიდა. ნელ-ნელა აი სათბურებს შორის არის, ნახე, ქარისგან არის დაცული, აქედან კედელი აქვს, აქედან კედელი აქვს. ეს თბება კარგად და აქ ჩამყუდროებულია და ამიტომ მოსწონს აქ ყოფნა და ადვილად ყვავის. აი, კოკრები შეხედე, სულ ყველა წამოვსულია, აი. აი, როგორც კი რამე გამოჩნდება, იმ წუთას გამოვარჩევ და გამოვიდან. გლიცინიები ახლა ყველგან ყვავის და ბევრია, მთელი ქალაქი სავსეა, გუშინ ვიყავი ქალაქში და აივნებზე საოცრად ყვავიან, მაგრამ იშვიათად გავრცელებული აზრია, რომ არ ვარგა ქოთანში და არ ყვავის ქოთანში. ნახე რა მხელა ძირები მაქვს ქოთანში. და შეხედე როგორ ყვავის. იქეთაც გაჩვენებ. ნახე როგორ დაძენძილია, საერთოდ ფოთოლი არ უჩანს, ისე ყვავის. აი შეხედე. აი. შეხედე, აი. რა მხელა მტევნები აქვს ქოთანში. ულამაზესია. რა თქმა უნდა ეს ამ ხელა ყვავილობას ჭირდება ბევრი ენერგია და ამ ენერგიას ვაძლევთ ელექსირით. სხვანაირად ამ ხელა ყვავილებს ამდენ ყვავილს არ გაიგეთებს. ამ ხელა გლიცინიაც ქოთანშია. ნახე რა სილამაზეა. როგორ ყვავის შეხედე, დიდ ქოთანშია და ფესვია გატანილი მიწაში. 2 წელი არ გამიქანებია და კარგად ამ გაზაფხულზე დავასხი კარგად ელექსირი და ნახე რა შვება. დაჯუჯებულია ძალიან თუ არ გაუშვებ. ეგერ ამ ხელები ამასთან ერთად დარგულები ბოძებზია ასული მთლად ბოლომდე და მთლად ხეებზია ასული წვერამდე და ეს ყველ გაზაფხულზე ვსხლავთ, ზურას ხლავს გაზაფხულობით და ვადაბლებ და ნახე რა ლამაზია. შეხედე როგორ დაკურანჩხულია. აი რამ სისქია და როგორია. ხესავითაა და დიდ ქოთანშია. ხა უკანაც გაჩვენებ ერთი მაგ კიდე დიდ ქოთანში ისიც ძალიან ლამაზია.
ეს ძირი 1-3-4 წლის წინ ნელიმ და ვარდომ ჩამომიტანეს ზუგდიდიდან. შეხედე რამ სისქია და ქოთანშია. შეხედე რამ ხელა და ქოთანში ყვავის ასე. სასწაული სანახავია, ესეც ელექსირის წყალობაა. იმ ჭინჭრის ელექსირს ვასხამთ, რომ ასე იყვავილო, სხვანაირად ასე უხვად არ იყვავილებს. მიწაში კი ბატონო იპოვის გზას და არ გაუჭირდება, მაგრამ აქ ასე არა, ქოთანში ასე ვერ იყვავილებს, თუ არ მიეშველები. ამიტომ ის აზრი, რომ გლიცინია ქოთანში არ ხარობს და არ ყვავის, მცდარია. მიშველება უნდა სასუქით, საკვები უნდა, რომ ამდენი ყვავილი, ამ ყვავილს სჭირდება ენერგია. და ამ ენერგიას უნდა მიწოდება, ქოთანში არ ეყოფა ის მიწარაშიც არის ჩარგული. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი წელს ნამყენი ენერგები გლიცინიების. სხვადასხვა ფერის, მარტო ეს მელნისფერები არა. მიჩვენებია მე თქვენთვის ეტიკეტები. შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ ნამყენებია და წელსვე ყვავის, უკვე ყვავის ნახავთ ვარდისფერს, ღია ფერისას, მუქი ფერისას, ადვილად აარჩევთ, იმიტომ რომ ყველას ეტიკეტი აქვს და ყველა ყვავის უკვე.